დილას საღამოს შუა დღე მშვიდობის ან თუნდაც ღამე მშვიდობის. ამ ვიდეოში ვისაუბრებ კარმაზე, ისევ და ისევ ზოგადად ეს ყველაზე მოთხოვნადი თემა ხოლმე, სხვადასხვა სივრცეებში ყველაზე ხშირად ამ თემაზე მისვამთ ხოლმე კითხვებს და რეალურად ვთვლი კიდეც, რომ ეს არის ის თემა, რომელიც სწორი გაშლის შემთხვევაში და მრავალწახნაგოვანი შეხედვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება განვითარებაში. კარმაზე უკვე მაქვს რამოდენიმე ვიდეო, ერთ-ერთი ვიდეო არის კარმა ტანჯვა და ამ ვიდეოს აუცილებლად მიუთითებ ამ ვიდეოს აღწერაში და დამატებით შეგიძლიათ ამ ვიდეოსაც უყუროთ. და ასევე მაქვს განხილული კარმა უფრო ასტროლოგიური კუთხით, რომელსაც ქვია სატურნის დამუშავება. სატურნი არის კარმის განსაზღვრელი ჩვენს ასტროლოგიურ რუკაში და ამაზეც მაქვს გაკეთებული ვიდეო და ამ ვიდეოსაც მიუთითებ აღწერაში, ვისაც გინდათ კიდევ დამატებითი მონაცემების მიღება. ამ თემის გარშემო შეგიძლიათ ამ ორ ვიდეოსაც უყუროთ. დღეს ახლა რა გველოდება პროგრამაში. დღეს ვისაუბრებ პლანეტა სატურნზე, ოღონდ თუ ახლა ვინმე ასტროლოგია არ გესმით, ნუ შეგეშინდებათ ასტროლოგიური ტერმინებით არ დაღლით, ვეცდები რომ ძალიან მარტივენაზე ავხსნო და საერთოდ მარტო რა არის პლანეტა სატურნის დანიშნულება რუკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ეგეთ შემთხვევები, რომ პლანეტა სატურნი ძალიან გვაშინებს და ინტერნეტში ესე რომ დაგუგლოთ რაღაც საიტებზე მოძებული ინფორმაციით ხშირად ნახავთ, რომ ასტროლოგები გვეუბნებიან, რომ აი სატურნი გეშინოდეთ სატურნის და ასე შემდეგ. და ნუ რაღაცა წილის იმართლის რა თქმა უნდა ამაში არის, მაგრამ ეს მიდგომა არის მხოლოდ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ზედაპირული მიდგომა ამ პლანეტის მიმართ და ამ პლანეტას ძალიან დიდი სიღრმე აქვს და ზოგადად პლანეტებს ძალიან ბევრი სიხშირეები აქვს და მინდა რომ ძალიან ღრმად ვისაუბრო იმაზე და საერთოდ ვისაუბრო საიდან მოდის სატურნი. აქვე პირველ რიგში მას ვიტყვი, რომ ყოველთვის რასაც საუბრობ, რაც ასტროლოგიას ეხება, ეს არის ვედური ასტროლოგიით, რა თქმა უნდა დასავლურ ასტროლოგიაში სატურნია, თუმცა ვედურ ასტროლოგიაში ყოველი პლანეტის უკან და მიღმა დგას სხვადასხვა ღმერთი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, თავისი ეპოსი აქვს ვედურ წყაროებში და რა თქმა უნდა ეს უფრო მეტად ამრავალფეროვნებს თითოეული პლანეტის და ასე შემდეგ სხვა რაღაცების დანიშნულებას. ხო და ამ ვიდეოსაც დავიწყებ სატურნის ისტორიით, საერთოდ ვინ არის, რა ღმერთია, რა ისტორია აქვს და უფრო ცხადი გახდება რასთან გვაქვს საქმე. დავიწყოთ სულ თავიდან, სადაც ჯერ არ იყო დედამიწური ადამიანური განსხვავებები და იყო ეგრეთ წოდებული ღმერთებისა და დემონების სივრცე და მათი დაპირისპირება. და ღმერთებსა და დემონებს შორის, რა თქმა უნდა, იდგა მთავარი ღმერთი, რომელიც არის შივა. შივა არის ერთ-ერთი სამეულის წარმომადგენელი, ბრაჰმა, შივა, ვიშნუ, რომელიც არის საწყისი ღმერთი. ერთიანობაში წარმოადგენენ საწყის ღმერთს და სამობით პრინციპში ისინი იშლებიან როგორც სხვა პროცესების მმართველ ღმერთებად და შივა არის დედამიწური მატერიალური პროცესების წარმმართველი ღმერთი, ნუ ასევე ბევრი რაღაცის, მაგრამ ერთ-ერთი მისი მოვალეობა აი ამ ღმერთებისა და დემონების ბრძოლის ეპოქის პერიოდში იყო მათი გაშველება და სამართლიანობის დაკანონება, რომელი იყო მართალი და რომელი იყო მტყუანი. სხვათა შორის აქ პატარა ჩანარიც გავაკეთებ, რომ ვედურ ეპოსში ზოგადად როცა დავიწყო ვედების შესწავლა, ძალიან საინტერესოდ დავანახა და საერთოდ შემიცვალა ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, რომ დემონები საერთოდ არ არიან ცუდი არსებები. და შეიძლება თქვენ ახლა ეს ძალიან გაგიკვირდათ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ დემონებიც აი თუ ვედებთან გაქვთ შეხება და ვედურ ეპოსთან, მაშინ ნახავთ, რომ დემონებიც იყვნენ ძალიან მაღალი სულიერი განვითარების, იყვნენ ბრაჰმანული ხასიათის, ისინი კითხულობდნენ მანტრებს, ისინი მსახურობდნენ, აკეთებდნენ იაგიებს, უმაღლეს ცოდნას იღებდნენ, აკეთებდნენ ასკესებს და იყვნენ ძალიან დიდი ღმერთის მსახურები. აი მაგალითად რავანა, თუ რამაიანადან შეიძლება გეცნობოდეთ, იყო დემონი რავანა, ესეთი 10 თავიანი და უმარცხებელი, რომელიც იყო შივას ძალიან დიდი მოშიში და მისი მსახური, ნუ მე თუმცა ცოტა გადაუტრიალდა და ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
დემონებიც არიან ღვთის მსახურები უბრალოდ სხვა ფლანგზე. და ხშირ შემთხვევაში ამ ვედურ ეპოსებში იყო ხოლმე სიტუაცია, როდესაც ხშირად ეს ეგოიზმი, ამპარტავნობა და ასეთი რაღაცები უფრო ღმერთების მხარეს ჭარბობდა ხოლმე სხვათა შორის, იმიტომ რომ ზედმეტად ბჭყალებში, ასე ვთქვათ, კარგი კაცობა გადასდიოდათ ამპარტავნობაში, ეგოიზმში და აქედან გამომდინარე ღვთაებრივი მხარეც ხშირად ისჯებოდა ხოლმე ზედა ძალებისგან, იმიტომ რომ ხანდახან ისინი უფრო აჭარბებდნენ თავიანთ მოვალეობებს, თავიანთ ეგოს და ასე შემდეგ და უფრო ხშირად ისჯებოდნენ. და ამავდროულად იყვნენ დემონები, სადაც იყო ძალიან დიდი სულიერებაც. ეს პატარა გადახვევა, იმიტომ რომ როცა სიტყვა დემონს ვახსენებ, ვიცი რომ ალბათ თქვენს და ბევრი ადამიანის ცნობიერებაში რაღაცა ბნელთან და ცუდთან არის ასოცირებული. დემონური მხარე არის უბრალოდ მეორე მხარე ნათელისა და ამ ორი გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი მატერიალური სამყარო არის დუალური, აქედან გამომდინარე არსებობს ამ ორი ძალის დაპირისპირება მუდმივად ერთმანეთში, ხან ერთი წონის, ხან მეორე წონის, თუმცა ორივე ემსახურება ბალანსირებას და ემსახურება ერთიან სამყარო სტრუქტურას. ხო და ახლა გავაგრძელოთ სატურნის ისტორია. და მოკლედ, როდესაც ღმერთებისა და დემონების ეს რაღაც შეტაკების პერიოდები იყო, სადაც შივა დაიღალა იმითი, რომ მოკლედ რამდენი რაღაცა ვინმეს შეეშლებოდა, ხან ღმერთების მხარეს, ხან დემონების მხარეს, მიდიოდნენ შივასთან, რომ აი, იცი რა, რაღაც ცოტა დაგვიცავი, აგერ ესენი ახლა აჭარბებენ. მე მეორე მხარე მივიდო და ახლა ჩვენ დაგვიცავი, იმიტომ რომ აი ესენი ცუდად იქცევენ და მოკლედ ეს მარტივ ენაზე რო ავხსნათ, იყო შეწუხებული შივა, რომ ესე უწევდა ამ ყველაფერში ჩარევა, იმიტომ რომ თავის შიგნით, ასე ვთქვათ, ვერ აგვარებდნენ, ეს ორი მხარე ვერ აგვარებდა და ვერ ახერხებდა, რომ დაბალანსებულიყვნენ და შეთანხმებულიყვნენ ერთმანეთში. ამიტომაც შივამ გადაწყვიტა, რომ სამყაროში მოევლინა დამაბალანსებელი ძალა, რომელსაც ექნებოდა ფუნქცია ამ ორ მხარეს შორის ყოფილიყო კარმის მიმტევებელი, კი არა როგორ იქნება სწორი სიტყვა, ანუ მიმზღვევებელი, ალბათ თუ სწორად ვამბობ, მიმზღვევი იმ მხარისთვის, რომელიც რაიმეს დააშავებდა. გინდა ყოფილიყო ეგ ნათელი მხარე, გინდა ყოფილიყო ბნელი მხარე, მას უნდოდა რომ შეექმნა ენერგია, რომელიც იქნებოდა აბსოლუტურად მიუკერძოვებელი ნათლისა და ბნელის მიმართ, იქნებოდა აბსოლუტურად სამართლიანი, მიუკერძოვებელი და ის მხოლოდ სამართლიანობის უზენაესი სამართლიანობის პრინციპით მიუტევებდა თუ მიაგებდა თავის კარმის შედეგებს აბსოლუტურად ნებისმიერ არსებას იქნებოდა ეს ნათელი თუ იქნებოდა ეს ბნელი. ამიტომაც ახლა როგორ გათამაშდა ეს სიტუაცია, როგორ უნდა გაჩენილიყო შანიდევი, ანუ იგივე სატურნის უკან მდგარი ღმერთი, რომელიც იქნებოდა ნათელისა და ბნელს შორის განუსჯელი. რა თქმა უნდა, ის უნდა ყოფილიყო ნათელისა და ბნელის შვილი, შერწყმის წარმონაქმნი, ხო, ანუ შვილი. და მოხდა ესეთი რაღაც, რომ მზის შვილი არის რეალურად სატურნის სურიადევის და მზეს შეეძინა შვილი, ოღონდ მისი მეუღლისგან, ცოლისგან კი არა, მისი მეუღლის ჩრდილისგან. აქ კიდე ესეთი ისტორია არის, რომ მისი მეუღლე ვერ უძლებდა მზის სიკაშკაშეს და მან შექმნა ელექსირისგან თავისი ჩრდილი, დატოვა სამეფოში, სურიალოკაზე, ანუ მზის სამეფოში, ის კი წავიდა ასკეტიზმში და შესაბამისად ისე ჩანაცულდა, რომ მზემ ეს ვერ შემჩნია. მზეს როცა ვამბობ, იგულისხმება მზის უკან მდგარი ღვთაება, რომელიც ვედურ მითოლოგიაში არის აღწერილი. იგივე სურიადევი. და მოკლედ მზე მარიცის, რომ ეხლა რეალურად მის მეუღლის მაგივრად არის მისი ჩრდილი დატოვებული, რომელიც ერთ-ერთში არის ანალოგი მისი მეუღლისა და სწორედ ამ ჩრდილისგან ჩაისახა, ჩრდილს ერქვა ჩაია, ჩხაია, ესეც ამბობენ და ამ ორი ნათელისა და ბნელის შერწყმის ფონზე ჩაისახა შანიდევი.
და როდესაც დაიბადა და სულ პირველი მზერა მიაპყრო მამამის, ანუ სურიადევს, მოხდა დაბნელება და მოხდა ძალიან, ასე ვთქვათ, პირველი მათი მზერების შეხვედრა იყო ძალიან რეზონანსული, ძალიან ესეთი აგრესიული, გაბრაზდა მზე, რომ მე როგორ გაბედა და ვინმე დამაბნელა თან ახალმა დაბადებულმა და მოკლედ შეიქმნა პირველი კონფლიქტი მათ შორის და ვედურ ეპოსში აღწერილი არის მათი გამუდმებული მტრობა. ანუ რა თქმა უნდა არის მომენტები, ახლა იქ ძალიან ბევრი ისტორია, რაღაცა მომენტებში ერთ მხარეს იბრძვიან, რაღაცა მომენტებში მტრობენ, მაგრამ ძირითადად შანისა და სურიას შორის, ანუ მამა-შვილს შორის არის მუდმივი დაპირისპირება. იმიტომ რომ სურია ვერ ეგუება იმას, რომ მისი შვილი არის განსხვავებული, ჯერ სანამ იმას გაარკვევს, რომ საერთოდ მისი ცოლის ჩრდილისგან ყავს ეს შვილი, ხვდება რომ რაღაცა არ არის მწყობში, განუდგება ამ შვილს, იტყვის რომ არ არის ეს ჩემი შვილი, იმიტომ როგორ შეიძლება ჩემი შვილი, ანუ მზის შვილი იყოს არსება, რომელიც მე დამაბნელებს და მოკლედ, ასე ვთქვათ, მიდის ეგოცენტრიზმში, სადაც აქ პროტესტი მასთან დაკავშირებით, რომ ასეთი შვილი არ უნდა ყავდეს. და აქ იწყება პირველი განხეთქილება მათ შორის და შესაბამისად შემდგომშიც ვედურ ასტროლოგიაში ცნობილია, რომ მზე და სატურნი არიან ერთმანეთის საწინააღმდეგო ენერგიები, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და მათი დაძაბული ასპექტები და ცოტა ესეთი დაძაბულ პოზიციაში ყოფნა რუკაში საკმაოდ ესეთი დაძაბული სიტუაციის მაჩვენებელიც არის ხოლმე. შემდეგ რა მოხდა? ანუ სატურნს მოუწია ძალიან რთული ცხოვრების გავლა რეალურად, იმიტომ რომ მამა მას განუდგა, გამოაგდო სამეფოდან, მასთან იყო მხოლოდ მისი დედა და მოუწია ძალიან ბევრი რთული დავალების გავლა, იმიტომ რომ გამდერი იქიდან რომ შანი დევი, ანუ იგივე სატურნი უნდა ყოფილიყო კარმის განსაზღვრელი ღმერთი, ანუ ის უნდა ყოფილიყო ძალიან ობიექტური, შესაბამისად ჯერ ძალიან ბევრი გამოცდა გაიარა რთული სიტუაცია იმისთვის, რომ ეს უნარი მასში გაწაფულიყო, დატესტილიყო და ყველანაირ სიტუაციაში დაინახათ თუ მართლა ის იქნებოდა ისეთივე სამართლიანი და ისეთივე მიუკერძოებელი, როგორც იყო ჩანაფიქრი ამ შემთხვევაში შივასი. და ბავშვობიდან უწევდა ძალიან ბევრი სირთულის გავლა და გამდერი იქიდან რომ მას ერთადერთი ადამიანი, რომელიც მის გვერდით მუდამ იყო, ის იყო მისი დედა, მუდმივად ისეთ გამოწვევებს ებრძოდა, რომელშიც ეს დედა იყო სასწორის მეორე მხარეს, სადაც ან უნდა ყოფილიყო მიკერძოებული და აერჩია დედის გადარჩენა, დედის კეთილდღეობა და ასე შემდეგ და მეორე მხარეს აერჩია ობიექტურად სამართლიანი გადაწყვეტილება და ის ყოველჯერზე მიუხედავად იმისა, რომ ყოველჯერზე გული უკვდებოდა, როცა სამართლიან გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ მაინც ირჩევდა სამართლიან გადაწყვეტილებას, არ ირჩევდა დედის კეთილდღეობას განპირობებულად და აქედან გამომდინარე, როდესაც ბევრი ასეთი გამოცდილება მან გაიარა, შემდგომში შივამ ის დააჯილდოვა ეგრეთ წოდებული დრიშტით, ანუ ეს არის სატურნის მზერა, რომელსაც მზერის უნარი, რომლითაც შანი დევს შეეძლო, რომ გამდირი იქიდან რომ კარმა უნდა მიეზღვია საფასური, რაც ნებისმიერ ადამიანს ეკუთვნოდა, გამომდინარე აქედან მას უნდა ქონოდა დროში ძალიან დიდ დროის მანძილზე ხედვის უნარი. და აქედან გამომდინარე შივა მას აჩუქა და დააჯილდოვა იმ ძალით, რომ მხოლოდ შანი დევს შეუძლია ძალიან დიდი დროის მასშტაბზე, წარსულისა და მომავლის მასშტაბზე დანახვა გარკვეული კარმული მოვლენების, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია გამოიტანოს ობიექტური განაჩენი თითოეული ადამიანისთვის, ღმერთისთვის თუ დემონისთვის. და ეს დრიშტის გადაცემა და ბოძება შანი დევისთვის შივას მიერ დაკავშირებული არის ასევე როგორ დაიბადა საერთოდ სადესატი, აქაც ეს ასტროლოგიური ტერმინია, ეს არის 7 წელიწადნახევრიანი პერიოდი, როდესაც სატურნი გაივლის იმ სახლში, რომელშიც იმყოფება თქვენს პირად ჰოროსკოპში მთვარე, ასევე მის წინა სახლში და ასევე მის მომდევნო სახლში, ანუ თვითონ ნიშანში იმყოფება 2 წელიწადნახევარი და შესაბამისად ჯამში 7 წელიწადნახევარი გადის ამ სამ სახლს. ეს ისტორია დაკავშირებულია ასევე ჩანდრადევთან, ანუ მთვარესთან, იმიტომ რომ მთვარე ასევე არის მტერი შანის სატურნი
სატურნის და ნუ აქაც მთელი ისტორიებია რატო მოხდა ასე, რატო აკვირდება შანი ესე აქტიურად თვარეს და რატო ქვია ამას ცალკე სახელი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოკლე ისტორიას ასეთი არა, მოკლედ ესე დაიბადა ეს ყველაფერი. და ნუ აქედან წამოვიდა უკვე ის, რომ აბსოლუტურად ყველა არსებას დედამიწაზე უკვე შივას ჩარევის გარეშე არსებობდა ეს შანი დევი, რომელიც უკვე აგვარებდა ამ კარმულ საკითხებს იმ ეპოქიდან, მათ შორის მერე მატერიალურ ინკარნაციებში, დედამიწაზე და იმის მერე მოკლედ შანი დევი არის ჩართული კარმის პროცესებში. ასევე კარმის გარდა შანი დევი წარმოადგენს დროს და მისი ყველაზე ესეთი დიდებული ფორმა არის სწორედ დრო. იმიტომ რომ ყველაფერი არის მატერიალურ გამოვლენებაში დროებითი და ყველა ეპოქას, ყველა სამეფოს, ყველა ადამიანის სიცოცხლეს, ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს აქვს დაბადება და გარდაცვალება. ანუ არაფერი არ არის მუდმივი, შესაბამისად შანი არის ერთ-ერთი დროის მმართველი და კარმის მმართველიც. თუმცა უშუალოდ ასტროლოგიაში თუ გადავალთ და ასტროლოგიურ კუთხით შევხედავთ, პლანეტა სატურნის ხშირად იმიტომ ეშინიათ სწორედაც რომ ის არის კარმის მომზღვევებელი, თუ სწორედ ვამბობ არ ვიცი ამ სიტყვას, ანუ კარმას მოგვიგებს იმას, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ და აქედან გამომდინარე სწორედ ხშირად ეშინიათ ხოლმე პლანეტა სატურნის, რადგან არავის არ გვინდა ჩვენი ნეგატიური კარმის მიღება და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი რეინკარნაციები მრავალია, აქედან გამომდინარე შეიძლება ამ პირობითად მიმდინარე ცხოვრებაში მივიღოთ რაღაც ნეგატიური კარმა, დაგვიბრუნდეს, რომელიც ჩვენ საერთოდ არ ვიცოდეთ, რომ ჩადენილი გვაქვს რაიმე მსგავსი ნეგატიური ქმედება და ამიტომ რა თქმა უნდა ყველას გვაქვს პროტესტი და ესეც განვითარების ერთ-ერთი საფეხურია, სადაც ადამიანს რო უჩნდება პროტესტი, რომ მე რა დავაშავე, რომ ესეთი რაღაც განსაცდელი მოვიდა ამ ცხოვრებაში, აქედან იწყება უკვე ფიქრი, ანალიზი, ჩაღრმავება და თუ მართლა ადამიანი არის მიდრეკილი განვითარებისკენ და თუ მის სულს აქვს ევოლუციის ფუნქცია, მიმდინარე ცხოვრებაში, მაშინ სწორედ ამ კითხვებით გავა სამყაროსულ ცოდნებზე, სადაც მიიღებს განთავისუფლებას, იმიტომ რომ ცოდნა არის ძალიან დიდი ძალა, რომელიც ჩვენ გვაძლევს განთავისუფლებას, იმიტომ რომ ცოდნა ხსნის რაღაცებს, გვილაგებს და აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაცები უკვე იმდენად აღარ გვაწუხებს და აღარ გვტკივა და უფრო მიმტევებლები და უპირობოები ვხდებით ხოლმე. ამიტომაც არის ეს ძალიან ცნობილი მიდგომა, რომ სატურნი არის საში პლანეტა. მაგრამ არის ეს ძალიან საინტერესო წიგნი, რომელსაც ქვია სატურნის დიდებულება, თუ სწორად თარგმნი ქართულად არ ვიცი და ამ წიგნში არის ესეთი რამ დაფიქსირებული, ესეთი მოსაზრება, რომელიც ძალიან მომწონს, რომ ადამიანი, რომელიც ყოველდღე მეგობრობს სატურნთან, მას სატურნის არ ეშინია. და ყოველდღე მეგობრობაში რას გულისხმობ? ანუ მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი უახლოესი მეგობარი არის, ვთქვათ, პოლიციელი, რომელიც იჭერს ქურდებს, ავაზაკებს და ყველა ადამიანს, რომელსაც რაიმე დარღვევა აქვს კანონთან მიმართებაში. და ვთქვათ, ეს არის ჩვენი მეგობარი, რომელსაც უახლოესი მეგობარი, რომელსაც ვერაფერს ვერ გამოვაპარებთ და თან ვიცით, რომ არის მეგობარი, რომელიც არის ძალიან სამართლიანი და რაც არ უნდა ჩვენ დავაშავოთ, ის ჩვენ არ გაგვამართლებს, არამედ იქნება კანონის მხარეს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ შეგვიძლია ასეთ ადამიანთან მეგობრობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველ დღე ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან, სხვებთან და მოვიქცეთ კანონებთან სინთეზში და არაფერი არ დავარღვიოთ და არ გავაფუჭოთ და არ გადავუხვიოთ კანონებს და არ ჩავიდინოთ უკადრესი საქციელები, შესაბამისად ჩვენთვის სატურნთან მეგობრობა განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება არასდროს არ ჩავიდინოთ რაღაცა ძალიან მძიმე პირობითად ცოდვა, რომელიც ძალიან ცუდად აგვიბრუნდებოდა და ამ ძალასთან მეგობრობა ჩვენ გვაიძულებს იმას, რომ ვიყოთ ფხიზლად, ვიყოთ ფრთხილად, ვიყოთ პატიოსნად, სუფთად, შთაგონებულად და ასე შემდეგ. თუმცა სატურნის ენერგიასთან მეგობრობა არ არის ადვილი რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ სატურნი არის ძალიან დიდი პლანეტა და ის ყველა ადამიანის რუკაში საკმაოდ გვიან მწიფდება და ასევე ასტროლოგიურად თუ შევხედავთ, არის ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, ზოგადად როცა რუკაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი, რასაც ვამბობთ, ან რაღაცას რო ვნახავთ, ანუ იმ რაღაცის დამდასტურებელი კიდე რამოდენიმე რაღაც უნდა ვნახოთ, ანუ რამოდენიმე ადგილას უნდა აჩვენებდეს ერთი და იგივე
იგივე რაღაცას, რომ დაზუსტებით თქვათ, რომ ეს ასე მუშაობს კონკრეტული ადამიანის რუკაში. თუმცა ეხლა ძალიან ზოგადად ვსაუბრობ და სატურნი რომ სახლშიც იმყოფება, როგორც წესი, ის სახლი უფრო გვიან რეალიზდება თითოეული ადამიანისთვის. და ერთ-ერთი სირთულე სწორედ ესაა, რომ სატურნი ცოტა გვიან მწიფდება. ამბობენ ესეთი სრული გარდამტეხი ასაკი არის 36 წელი, თუმცა 30-ს რო გადავწდებით, უკვე ნელ-ნელა იწყებს მომწიფებას და რაც უფრო დიდები ვართ, ასაკით მით უფრო სატურნი არის რუკაში მომწიფებული. აქედან გამომდინარე, ბავშვობაში, თინეიჯერობაში, მოკლედ დასრულობამდე ასაკში სატურნის შეგრძნება და სატურნის გახსნა არ ხდება და ამიტომ ჩვენ ამ ენერგიებს ესე გამოხატულად ვერ გვგრძნობთ და მისი მომწიფება მოითხოვს დროს. მეორე არის ის, რომ შეიძლება ჩვენი სატურნი იყოს დაზიანებული, დაცემული, რაღაც ისეთი ასპექტების ქვეშ, რომელიც მას აზიანებს და ასე შემდეგ და ეს მოგცემს სწორედ სატურნის როგორც ასე ვთქვათ, შანი დევის, ღვთაების საპირისპირო მაჩვენებლებს. ანუ მაგალითად სატურნი შანი დევი თუ არის ძალიან სამართლიანი, მიუკერძოვებელი და ასე შემდეგ, დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ადამიანი იყოს პირიქით, ანუ მორალის გარეშე, სინდისის გარეშე, უპასუხისმგებლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ რთული სატურნი რუკაში იძლევა შინაგანი უნარებისა და შინაგანი აღქმის დონეზე აი ამ მაღალი მონაცემების დაზიანებასაც. რა თქმა უნდა, ზოგადად რუკაში არაფერი არ არის ცალსახად ან კარგი ან ცუდი, ყველას აქვს ინდივიდუალური რუკა, ყველა რუკის დამუშავება შეიძლება, ყველაფერი რაღაცისთვის არის საჭირო. ამიტომ ესეც არ არის ესე ცალსახარო, ეგ უეჭველი არის ცუდი, იმიტომ რომ ესეც ადამიანს სჭირდება რაღაცა თავის გზისთვის, თავის ცხოვრებისეული გზისთვის, ხო? ამიტომ სატურნის ენერგიებთან მუშაობა არის რთული და კიდევ იმიტომ, რომ სატურნი ზოგადად გთხოვს შრომას, სატურნი ითხოვს თავდადებას, ითხოვს უპირობობას, ითხოვს მოთმინებას და ხშირად სატურნი გვაჭერს ძალიან ეგოზე. და სწორედ იმ სახლში და იმ ადგილას, სადაც სატურნი იმყოფება თითოეულ ჩვენთაგანის რუკაში, სწორედ იქ გველოდება ყველაზე მეტი გამოცდები ცხოვრებაში. იმიტომ რომ მან უნდა გვასწავლოს სატურნმა მოთმინება, მიმტევებლობა, უპირობოდ მიღება, მოდუნება, დინებას მიყოლა, ან პირიქით რაღაც სტრუქტურის და შრომის შემოტანა, გაჩნევის როგორი რუკა გვაქვს და მოკლედ ყველაზე მეტი გამოცდა მაინც არის იმ სახლში, სადაც სატურნი იმყოფება, ну სადაც ასპექტირებს და კიდევ იმ სახლებში, რომლის მმართველებიც არის სატურნი რუკაში. და ну ესეც რა თქმა უნდა არის რთული მომენტი, იმიტომ რომ არავის არ გვიყვარს ბევრი შრომა, არავის არ გვიყვარს მოთმინება, განსაკუთრებით თუ რუკაში გამოხატულია მოუთმენელი ადამიანის ტიპაში, რა თქმა უნდა ძალიან რთულია, რომ ახლა სატურნი დაამუშავა. მაგრამ საერთო ჯამში სატურნი მონაწილეობს ჩვენი მატერიალური მატრიციდან გასვლაში, ძალიან დიდი როლი აქვს ამ პლანეტას თუ ასტროლოგიურად შევხედავთ ზოგადად რეინკარნაციებს და სატურნი ვედურ ასტროლოგიაში არის მოგშა კარაკა, ანუ მოგშა კარაკა ნიშნავს იმას, რომ მოგშა არის განთავისუფლება, ანუ მატერიალური სამყაროდან გასვლა და განთავისუფლება და კარაკა არის, ანუ მისი განსაზღვრელი მაჩვენებელი შესატყვისი პლანეტა. შესაბამისად, სატურნის მონაწილეობის გარეშე ვერც ერთი ადამიანი მატერიალური სამყაროდან ვერ გავალთ, იმიტომ რომ სწორედ სატურნია, რომელიც გვაძლევს სწორედ იმ რაღაცებზე მუშაობას, რაც უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ დედამიწა დავტოვოთ. ну, მარტო დედამიწა არ გულისხმობა, ან მატერიალური განსხვავება ზოგადად და მოვიპოვოთ სულის განთავისუფლება. ამიტომ რაც უფრო სატურნი გვაჭერს სადღაც და რაც უფრო ცუდად არის განთავსებული, მით უფრო გვაიძულებს, რომ იმ თემებზე ვიმუშაოთ და შესაბამისად მით უფრო მივუახლოვდეთ განთავისუფლებას, სულის განთავისუფლებას მატერიალური ინკარნაციებიდან. შესაბამისად, ერთ-ერთ ვიდეოში ვისაუბრე, რომ კარგი პლანეტარული განლაგებები, თუნდაც ეგზალტაციები, ან კარგი პლანეტარული პერიოდები და ასე შემდეგ, როცა უკეთესი რუკა აქვს ადამიანს ამ კუთხით, რაც კლასიკურად ითვლება უკეთესია, გვაძლევს უკეთესი მატერიალური ცხოვრების ხარისხს, მაგრამ სამაგეროდ გვაძლევს ნაკლებად სულიერი განვითარების და ნაკლებად ამ რაღაცა მატერიალური თამაშებიდან გასვლის პოტენციალს. ხოლო მეორე მხრივ, რაც უფრო დაძაბული არის რუკა, რაც უფრო
დატვირთული არის ეგრეთ წოდებული უპაჩაის სახლები, ზრდის სახლები, ტრანსფორმაციის სახლები. მით უფრო ადამიანს შეიძლება მატერიალურ სამყაროში ქონდეს მეტი პრობლემა, მეტი რაღაცის დალაგება გაუჭირდეს, მზამზარეული არ შეხვდეს რაღაცები, მაგრამ სამაგერად ის ძალიან ბევრს იტრიალებს საკუთარ თავში, ბევრს იშრომებს და შანსი აქვს, რომ ბევრად უფრო ტემპში და მალე გავიდეს რეინკარნაციული ციკლიდან. ამიტომ ცალსაღად არც ერთი არის კარგი და არც მეორე, ეს არის სულის არჩევანი, დედამიწაზე არის ორივე საშუალება და ჩვენი რაღაცა კარმული განპირობებიდან გამომდინარე, ზოგი იბადება მატერიალური ცხოვრებისთვის უფრო და ზოგი იბადება განთავისუფლებისთვის უკვე რაღაცა ბოლო რეინკარნაციებში, როცა მოდის ხოლმე სული. სხვა შორის ასევე ბოლო რეინკარნაციებში, როცა მოდის სული, აუცილებლად რაღაცა განსაკუთრებულად არის ჩართული რუკაში ხოლმე სატურნი და აი მაგალითად შეიძლება იყოს მთვარი სატურნის შეერთება, რომელზეც ვედურ ასტროლოგიაში ამბობენ, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან არა სურვილებისთვის, არამედ მისიისთვის, იმიტომ რომ მთვარი არის ჩვენი სურვილები, ხოლო როცა უერთდება სატურნს, ყველაზე ნელი და ყველაზე სწრაფი პლანეტა, ანუ მთვარე და სატურნი, ყველაზე შორი და ყველაზე ახლო პლანეტა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ ასეთ გურუს ასპექტს, რომელიც ნიშნავს, რომ ადამიანი არ იცხოვრებს სურვილებით, ანუ შინაგანად არ ექნება მიდრეკილება სურვილების დაკმაყოფილების. სურვილები ყოველს გვაქვს, რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ, მაგრამ გულისხმობ, აი სიხარბე შეიძლება არ გქონდეს, ზედმეტი გადაჭარბებული სურვილები, მაგალითად, ერთი მანქანა თუ ეყოლება, აღარ ენდომება 10 და ზედმეტად არ იქნება მომხმარებელი, უფრო იქნება ასკეტური. და ყოველთვის მოკლედ სატურნი ძლიერი სატურნი და ან ძლიერ პოზიციაში, ან განსაკუთრებულ პოზიციებში, არ გულისხმობ მხოლოდ ეგზალტირებულ სატურნს, არის ხოლმე ისეთი ადამიანების რუკაში, რომელსაც ესეთი ბოლოსკენ მიმართული ინკარნაციები აქვს ხოლმე და შესაბამისად ეს პლანეტა რომ არ იყოს, შანიდები რომ არ არსებობდეს, ჩვენ ძალიან გაგუჭირდებოდა, კი არა და ალბათ შეუძლებელი იქნებოდა მატერიალური სამყაროს დატოვება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გამოვისყიდით კარმულ დავალიანებებს და შესაბამისად ციკლიც არ დასრულდებოდა. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტა და არ არის საჭირო ნამდვილად რომ გვეშინოდეს. უნდა უბრალოდ ვისწავლოთ ამ ენერგიებთან მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული. სწავლა რას გულისხმობს? ახლა პირველ რიგში სწავლა გულისხმობს იმას, რომ უნდა გავხდეთ მომთმენები იმ თემების მიმართ, რაც გვიჯანჯლდება, ან გვირთულდება, გამომდინარე რომ სახლში და როგორ პოზიციაში გვყავს სატურნი. უნდა ვიყოთ მიმღებები მაგ ყველა ასპექტში, სადაც სატურნი მდებარეობს და უპირობოები მომთმენები და სატურნი ზოგადად არის დროსთან კავშირში, როგორც ვთქვი და შესაბამისად ხანდახან შეიძლება მოგვიწევს ძალიან დიდხანს ლოდინი, რომ რაღაცა შედეგები ვნახოთ ხოლმე ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ასევე რუკაში არის პლანეტარული პერიოდები, არის ტრანზიტული პერიოდები, ეს პლანეტარული პერიოდების სხვადასხვა სისტემები არსებობს და როდესაც მოდის სატურნის პერიოდი, ან როგორც ასე ვთქვათ, მაჰადაშა სატურნის, ან როცა მოდის მაგალითად სადესატი, ან რაღაც ისეთი ასპექტი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან სახლებზე გადის, რა თქმა უნდა, მეტად გვიწევს ხოლმე მოთმენა რაღაცეების და ამ მოთმენაში ჩვენ ვიწრთობით, ვწავლობთ მიმღებლობას, ვწავლობთ უპირობო სიყვარულს, ეგოს ვკარგავთ ამ მდგომარეობაში ინგრევა ეგო და მოკლედ ეს არის სწორედ ტრანსფორმაციის გზა. და აქვე მინდოდა ისმე თქვა, რომ აი ძალიან ხშირად უთქვამთ ეს რამე ადამიანებს და ძალიან ბუნებრივია, ადამიანები ვართ და ყველა ადამიანში იბადება ეგეთ შეგრძნება, რომ მარტო მე რატო ვწვალობ ამ ცხოვრებაში, ну კიდევ ვიღაც ერთი-ორი ვიღაცა წვალობს სადღაც შორს სომალიში მაგალითად, მაგრამ აი ჩემს სივრცეში რატომღაც მე უფრო უბედური მიმაჩნია ჩემი თავი და მე უფრო ვწვალობ. და აი ვიღაცა სხვას ბევრად მარტივად გამოსდის. ну ეს ცოტა ილუზორული ამბავიც არის, იმიტომ რომ ადამიანის შიგნით რა ხდება ეს რეალურად არ ეზოს არ ვიცით და ის რას წვალობს, მაგრამ ну ესეთი ილუზია არის ხოლმე და აქაც თუ მაგ ესე ვთქვათ ილუზიას დაგიმშვიდებთ და ალბათ იქნება ეს დამშვიდებელი ინფორმაცია, რომ სატურნის კარმას ვერავინ ვერ გაექცევა. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ყველა ადამიანს თავის პირადი როკიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპები აქვს, როდის იწყებს სატურნი ადამიანის მიმართ მოთხოვნას იმ სახლებში და იმ მდგომარეობებში, რაშიც ის იმყოფება და ასევე იმ კარმის შესაბამისად, რომელიც ამ ადამიანს დაგროვებული აქვს. ამიტომ
როცა ხედავთ მაგალითად ადამიანს, რომელიც არის ძალიან არა მორალური, არა მართალი, არა გულწრფელი, ცუდ რაღაცებს აკეთებს, ან გიკეთებთ თქვენ და თითქოს ყველაფერი შეირჩა და აი რაღაცა კარგ მდგომარეობაშია, ეს არნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება, მას აუცილებლად დაუბრუნდება ეს ყველაფერი, სატურნი აუცილებლად მიადგება მასაც, უბრალოდ ეს იქნება იმ დროს, როცა მისთვის მისი უნიკალური პირადი რუკიდან გამომდინარე დადგება რაღაც ისეთი პერიოდი, სადაც სატურნი მას მოსთხოვს ამ ყველაფერს. ეს პერიოდი შეიძლება იყოს ძალიან დიდი ხნის მერე, ზოგიერთი ადამიანის რუკაში აი მინახავს მაგალითად ისეთი რუკები, რომელსაც აი, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ბედნიერების ვარსკვლავზე არიან დაბადებული, სადაც ისე არის ჩაწიკწიკებული ყველა პერიოდი და ტრანზიტებით ისე მიმდინარეობს და ისე ემთხვევა ამ პერიოდებს და ეს ყველაფერი ისე ჩაივლის, რომ აი გეგონება, რომ ვიღაცამ იდეალურად დაულაგა ეს რაღაცა საფეხურები, რომ არსად არ ჩავარდეს, არაფერი ნეგატიური არ მიუბრუნდეს და მთელი ცხოვრება ადამიანმა რაც არ უნდა გააკეთოს, კონკრეტულად იმ ცხოვრებაში დიდად სირთულეები შეიძლება საერთოდ არ შეხვდეს. სირთულეები რა, ხა ესეც ძალიან ზოგადია, რა თქმა უნდა, იმედია ხვდებით მაგას, რომ ზოგად ჭრილში ვსაუბრობთ, თორე სირთულეები გაჩნია ვისთვის რა არის და ვისთვის როგორ ვლინდება. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ სხვა ცხოვრებაში არ მიიღებს ამ კარმის საფესურს და შეიძლება იმდენად ცუდად მიიღოს და იმდენად ცუდ გარემოში, რომ საერთოდ ვერც წარმოიდგინოთ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ გგონია, რომ სხვა ადამიანები კარგად არიან და ჩვენ ბევრად კაი ადამიანები ვართ და რატო არ ვართ ეგრე კარგად, ესეც არის უბრალოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში დანახული სურათი, რომელიც უბრალოდ იძლევა ამ რეალობას, მაგრამ დროის სხვა მონაკვეთში, სხვა დროს, სხვა სივრცეში, ან თუნდაც იგივე სივრცეში ეს სიტუაცია შეიძლება ძალიან მოbrunდეს ძალიან სხვანაირად. და მაგალითად ადამიანს, რომელსაც სადესატი აქვს, ან სატურნის მახადაში აქვს, სატურნის პერიოდი აქვს, ან სატურნი ისე ყავს რუკაში განთავსებული, რომელიც მუდმივად თხოვს შრომას და მორალს და პატიოსნებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანი მთელი ცხოვრება რაღაცას პატიოსანია, შრომობს ისე და მაინც არ არის იმ სიმაღლეზე, რომელსაც ვიღაცა სხვა, აგერ მაგალითად მეზობელი, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არც გაუკეთებია, არც თითქოს მორალურად სწორი ადამიანი არ არის, მაგრამ რაღაცა ძალიან კარგად არის. მაგრამ ეგ საერთოდ არაფერს არ ნიშნავს და სხვა ადამიანი მაგიტომაც არ არის ჩვენთვის შესაძლებელი, იმიტომ რომ მართალია ჩვენ ცხოვრობთ ერთ დედამიწაზე, ერთ სივრცეში და ვართ სოციალური არსებები, მაგრამ აბსოლუტურად ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრების რუკა, ჩვენი ასტროლოგიური რუკა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ჩვენი ცხოვრება და ყველა ჩვენთაგანს გვაქვს აბსოლუტურად ინდივიდუალური კარმა, ამისი დამუშავების ხერხებიც, ამისი გამოვლენის დროც და მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს ინდივიდუალური და ამიტომ სხვასთან შედარება არასდროს არ მოიტანს სწორ არითმეტიკას, ასე ვთქვათ, ვერ დასვამს სწორ ბალანსს. იმიტომ რომ არასწორი არის კონკრეტული დროის მონაკვეთში, აი მაგალითად ესეთი ვიზუალი მოდის ახლა უცებ შესაძლებლად, რომ ავიღოთ ორი ადამიანი, ერთი რომელიც ადის მთის დასალაშქრად და მეორე რომელიც უკვე ჩამოდის, ხო? და შუაგზაში ხვდებიან ერთმანეთს. დროის მაგ მონაკვეთში ორივე დგას შუაში. მაგრამ ერთჯერ მთელი ნახევარი გზა კიდე წინ აქვს და მეორე უკვე გაიარა ეს გზა და უკან ბრუნდება და მისთვის დაღმასვლა უფრო ადვილია. ამიტომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რა ჩანს, ეს არ განსაზღვრავს რეალურად არაფერს საერთოდ ამ ცხოვრებაში. ამიტომაც ჯობია რომ არ შევადაროთ სხვისი გზა ჩვენ გზას, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ პირობითად 50 წელი რთულ გზაზე ვიაროთ და სამაგეროდ ისეთ მთაზე ავიდეთ, რომელსაც 60-ია რეალურად და სხვა ადამიანმა 50 წელი იმ მთაზე იცხოვროს, მაგრამ მერე ჩამოაგორონ და ჩამოვარდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ნამდვილად ეს არაფერს არ განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დავფიქსირებ იმას, რომ სატურნის არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით უნდა ვემუშაოთ ამ ენერგიას და უნდა ვიმუშაოთ იმ პრინციპით, რომ დღეს ჩავდოთ და დღეს გავაკეთოთ, დავაკმაყოფილოთ სატურნის სურვილები, სატურნის მოთხოვნილებები, რომლებიც არის ის, რომ ვიშრომოთ, ვიყოთ მიმტევებლები, თავჩაღუნულებმა ვიშრომოთ იმ თემებზე, სადაც ყველაზე მეტად გვირტყამს და სწორედ იმ თემებში, სადაც ყველაზე მეტად გვირტყამს, აუცილებლად მანდ არის
ეს კარმული გაკვეთილები დასამუშავებელი და პირველი რაც არის, ეს არის მოვიხსნათ გვირგვინი და დავემორჩილოთ იმ გაკვეთილებს, რომელშიც ჩვენ გვიწევს რაღაცების გავლა, ვაღიაროთ, რომ ხო, ამაში მაქვს პრობლემა, რაღაცა ხდება და მოდი მზად ვარ ვისწავლო და განვაცხადოთ მიმღებლობა, მიმტევებლობა და უპირობო ზოგადად აღქმა და მიმღებლობა, რაც რა თქმა უნდა არ არის ადვილი, იმიტომ რომ ძალიან რთული გაკვეთილებით შეიძლება იყოს სატურნით მოტანილი, განსაკუთრებით აქცენტირდება ხოლმე სატურნის პერიოდებში, ან რაღაცა კონკრეტულ ტრანზიტებში და შეიძლება საერთოდ არ გვეგონოს, რომ რაღაც ეგეთ პერიოდები დაგვიდგება ხოლმე. ამიტომ უნდა ვიყოთ მიმტოვებლები და ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა არის მატერიალური სამყაროდან გასვლის არის სწორედ სატურნის დამშვების გზა. იმიტომ რომ სწორედ მაგას გავყევერთ მატერიალური სამყაროდან. იმიტომ რომ აქ ყველა გაკვეთილს ჩაგვაბარებინებს, როგორც აი ძალიან მომთხოვნი მასწავლებელი და შემდეგ წავალთ არ დადეგებსა და არ ჩაგვრჩება საშემოდგომო. ამიტომ ამ პლანეტასთან ძალიან კარგი არის მეგობრობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ფრაზას, რომ თუ სატურნთან მეგობრობ ყოველ დღე, ის აღარ არის შენი მტერი და მაშინ მისი არ უნდა გეშინოდეს, მაგრამ სატურნთან ყოველდღიური მეგობრობა მოითხოვს ასკეტურობას, მოითხოვს სისუფთავეს, მოითხოვს შრომას, მოითხოვს თავდაბლობას და მოითხოვს ძალიან ბევრ სხვა მორალურ მდგომარეობას, რომელიც უნდა ჩვენში დავბადოთ და გავზარდოთ აბსოლუტურად ყოველდღიურად. ვებერადაც ძალიან მიყვარს შანიდევი და სატურნი და იმედია რომ თქვენც მოგეწონებათ ეს პოდკასტი და ინფორმაციული იქნება თქვენთვის და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ორი ვიდეო გელოდებათ ამ ვიდეოს აღწერაში. დამიკომენტარეთ, თქვენი კომენტარები ძალიან მეხმარება ხოლმე იმაში, რომ გავიგო კიდე რა გაინტერესებთ და რა მიმართულებებით გინდათ რომ გავაკეთო ასეთი პოდკასტები და ასევე რა თქმა უნდა ეხმარება გვერდს იმაში, რომ უფრო მეტ ადამიანს აჩვენოს ეს ვიდეო, როცა მეტი კომენტარია. თუ ასევე subscribe-იც არ გაქვთ გაკეთებული, გამიხარდება თუ დავასაბსკრაიბებთ კიდეც.